Კლავს საქართველოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კოკა მორგოშია იკითხება. მორგოშია ამბობს, რომ ბიზნესმენის მკვლელობაზე დამატებით ინფორმაციას ფლობს და სასამართლოსაც გაუზიარებს ამ ყველაფერს. სხდომა ტრადიციულად საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. პროცესს ჩემი კოლეგა ნუცა ბახუტაშვილი აშუქებს. Ბოლდროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საუბარია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე. საქმე რამდენიმე ნაწილად არის გამოყოფილი და დღეს მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია დღევანდელი პროცესი იმით, რომ ჩვენება უნდა მისცეს კოკა მორგოშიამ, რომელსაც ამ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს. ის უკვე იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც მან მედიასთან საუბრისას განმარტა, ის ლევან ჯანგველაძის უახლოესი მეგობარი იყო და მას ჰქონდა ინფორმაცია უშუალოდ ლევან ჯანგველაძესთან კომუნიკაციის შედეგად, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა მაშინ, როდესაც თბილისში ჩამოვიდოდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს იმ საფრთხეებზე, რომელზეც უშუალოდ პირადად ლევან ჯანგველაძესთან საუბრობდა კონსტანტინე მორგოშიამ ახლა სასამართლოს წინაშე და მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სასამართლოს. მას არ აქვს ამ საქმეში პირდაპირ მოწმის სტატუსი. ის მოწმე ამ საქმეში მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც სექტემბრის თვეში განაცხადა, რომ არსებობდა საფრთხე მისი ლიკვიდირებისა. ეს საგამოძიებო უწყებებს მოუყვა შესაბამისად სხვა ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ ამ საქმესაც დაუკავშირდა მისი ეს განცხადება, რომ თითქოს მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მხოლოდ ამ პროცესების შემდგომ მიიღო ამ საქმეში მოწმის სტატუსი. საინტერესოა ახლა რას იტყვის უშუალოდ სასამართლოს წინაშე კონსტანტინე მორგოშია. მე იმას ვიტყვი, რაც მე და ლევანს ქონია საუბრები და იმ ფაქტორებს გაუსვავ ხას, რასაც მე ვესაუბრებოდი ლევანს ამ მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ ისე დასრულდა, როგორც დასრულდა. ვისგან მომდინარეობდა ეს? ხარცხალაძისგან, თავისთავად ხანდია. ლევანი შემდეგი ჩამოსვლის დროს, რომ არა ეს რაღაც ფორს-მაჟორული სიტუაცია მისი მეგობრის გარდაცვალების, უკვე ჩვენ მქონდა საუბარი იმაზე, რომ დაცვა უნდა აეყვანა თბილისში. როდესაც გელა უძილაური დააკავეს, აი იმ პერიოდში თუ მიეცი ჩვენება თუნდაც ფარცხალაძის მონაწილეობასთან დაკავშირებით? არა, მაშინ ჩემზე არავის არ დაუძახია და აზრი არ უკითხავს. შესაბამისად, ახლა დაგიძახეს თუ თქვენი მიხვედით? ეხლა იყო სიტუაცია პირადად ჩემს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და როდესაც გამოკითხვის ოქმი შედგა, ეს უბრალოდ ჯვარედინად გადავიდა ამ გამოძიებაში, იმიტომ რომ სხვა მოსაზრებებსაც შევეხე და დღეს ამიტომ ვარ დაბარებული. დაცვის მხარეს არაერთი შეკითხვა ექნება დღეს კოკა მორგოშიასთან, როგორც ადვოკატებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, ეს ადამიანი არ წარმოადგენს პირდაპირ მოწმეს. შესაბამისად კითხვები აქვთ მათ შორის პროკურატურასთანაც, რატომ ჩაათვალეს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოძიებისათვის იქნებოდა საინტერესო და მნიშვნელოვანი. ადვოკატების შეფასებით ვერანაირ ღირებულ ინფორმაციას ეს ადამიანი უშუალოდ ძმებ მიქაძეებთან მიმართებით მაგალითად ვერ მიაწვდის დღეს სასამართლო. საინტერესოა როგორი იქნება პროკურატურის პოზიცია, რატომ შეიძლება ეს ადამიანი იყოს მნიშვნელოვანი მოწმე და რა ინფორმაციის მატარებელი არის ის. საქმის მასალების მიხედვით ბატონი კონსტანტინე მორგოშია ამ საქმეში პირდაპირ მოწმეს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ მას ფიზიკურად არ შეუძლია რაიმე გარემოებებზე ისაუბროს, რისი თვითმხილველიც ის თავად გახლავთ. მას შეუძლია სასამართლოს მოუყვეს გამოძიების მასალებით, ასე ჩანს თბილისში უბნებში გაგონილი ჭორად მოტანილი ამბები, რაც შეიძლება ძმებ მიქაძეებს უკავშირდებოდეს. შესაბამისად ჩვენ გვექნება შეკითხვები, საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, რამდენად სარწმუნო და გასაზიარებელი შეიძლება იყოს მის მიერ მოყოლილი. ასევე ვფიქრობ, რომ ბატონი კონსტანტინე მორგოშია გულწრფელი იქნება სასამართლოსთან იმ გარემოებებზე საუბრისას, რა პირადი დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს მას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ. ჩვენ მას დაუსვამ შეკითხვას როგორც ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ასევე ძმებ მიქაძეებთან დაკავშირებით, რომელიც დეტალურად მოახსენებს სასამართლოს, საიდან დაიწყო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და როგორ განვითარდა შემდეგ. გარდა ამისა, მოწმე ადასტურებს, რომ 2025 წლის თებერვლის თვეში მან პირადად ნახა ლევან ჯანგველაძე და მისგან აქვს გარკვეული სახის ინფორმაცია.
ბოლო დროს განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზების ფონზე მიმდინარეობს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის ეს ნაწილი უშუალოდ ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სისხლის სამართლის საქმე ეს კი იმის გამო რომ ბოლო პერიოდში უმძიმესად დაძაბული იყო ვითარება როგორც სასამართლოს შიდა პერიმეტრზე ასევე მის გარეთაც შესაბამისად ყველა პროცესზე არის განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზება დღევანდელ პროცესს გიორგი მიქაძე ჩვეულებრივად დაესწრება მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე პროცესის წინ მან მიიღო გადაწყვეტილება აღარ დაასწრებოდა პროცესებს იმიტომ რომ შემცირებული იყო ის ესკალაცია რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრში